რამდენიმე ქვეყანა უფრო დიდ საფრთხეშია და განსაკუთრებით თქვენი. ამ კონტექსტში თქვენი გამბედაობა, ქალბატონო პრეზიდენტო, ყველას პატივისცემას იმსახურებს. ბოლო 3 წლის განმავლობაში თქვენმა ქვეყანამ აიღო უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის ადამიანური და ეკონომიკური შედეგების სრული ტვირთი. მოლდოვა, რომლის საჰაერო სივრცეც რეგულარულად ირღვევა რუსული უპილოტო თვითმფრინავებითა და რაკეტებით, აგრეთვე უნდა გაუმკლავდეს რუსეთის მუდმივ მცდელობებს დესტაბილიზაციის, განსაკუთრებით მოლდოვის დემოკრატიული ინსტიტუტების. მოლდოვამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი საფრანგეთის პრეზიდენტობის დროს მიიღო. საფრანგეთი ყველა ნაბიჯზე ჩვენ გვერდით დგას. ვაკეთებთ საქმეს, ვატარებთ ამბიციურ რეფორმებს, ვაძლიერებთ კანონის უზენაესობას, ვებრძვით კორუფციას. ჩვენ მოლდოვას უკეთესობისკენ ვცვლით, რადგან ევროკავშირში გაწევრება უბრალოდ დანიშნულება არაა, არამედ ესაა გზა ქვეყნის ძლიერებისკენ. მოლდოვა აღარაა რუსულ გაზზე დამოკიდებული და დღეს ამისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით. ფრანგული განვითარების სააგენტოსთან ერთად ვაფორმებთ 30 მილიონი ევროს შეთანხმებას მოლდოვაში ენერგოინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად. ეს ინვესტიცია ხარჯებს შეამცირებს და გააძლიერებს ჩვენს ენერგოდამოუკიდებლობას.